მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან არის არხი Microeasy Hands. დღეს მინდა ვილაპარაკო სალაზე. სატყუარა სალა ჩვენ დროს ძალიან ცნობილია. რასაც მე ვიტყვი, ყველაფერი არის ჩემი გამოცდილებიდან, არაფერს არ ვიგონებ. ამიტომ დავიწყოთ. პირველ რიგში მინდა დავიწყო იმითი, რომ სალაზე ძალიან ბევრ კითხვას მისმენ. სად ვიყიდო პირველ რიგში სალა? რომელი სალა გამოვიყენოთ? რომელი ნაწილი? მოდი დავიწყოთ ამით. ეგ არის ჩვეულებრივი სალა თავისი სუნელებით. მოდით ახლა მოვჭრი პატარა ზომას და გაგრას გაჩვენებთ რა ზომას მე ვაკეთებ. კორკას ვჭრით, იმიტომ რომ არ ვჭირდება. მინუსი არის ყველაზე დიდი ის, რომ მალე დნება და როგორც ბამბა ხდება. აი მაგალითად ჩავაცვათ ნემსკავზე, აქ მაქვს სამი სახეობის ნემსკავი, რომელსაც ხშირად ხმაობ მტკვარზე, ფსკერულ მონტაჟზე და ტივტივაზე. ძალიან ნეჟნი არის. სიტყვაზე ჩააგდე დინებაში, ხო? და იქ უფრო მალე მოძრება ვიდრე ეგა. სატყუარად ეგ უფრო სჯობია. ეხლა ვიგეტყვით რაზე. რასაც ახლა მოვჭრი. პირველ რიგში პლუსი ის არის, რომ არ დნება ეგ სალა. აი მაგალითად ავიღოთ სხვა ნემსკავი. ჩავაცვათ. უფრო კარგად ზის ნემსკავზე. ვიდრე პირველი ვარიანტი. ანუ აი პროსტო შეხედოთ. პირველი არის უკვე როგორც ბამბა და ეგ მეორე იგივე ფორმის არის როგორც იყო, ანუ ოთხკუთხედი. ეხლა რაც შეეხება თვითონ თევზებს, ანუ რა თევზი დამიჭერია მაგ სატყუარაზე. პირველ რიგში მინდა თქვა ხრამული. ოღონდ რაზე იღებს საერთოდ სალას? განა იმიტომ რომ ძალიან გემრიელია და ჩვენ გვიყვარს. არა. იმიტომ იღებს რომ ეგ არის თეთრი ფერის და თავარია სწორედ ათამაშოთ. ანუ როცა იჭერთ ფსკერულ მონტაჟზე და დიდი სადავები გიყენიათ, მაგალითად 35-40 სანტიმეტრი, ის უფრო კარგად თამაშობს დინებაში და თევზი იღებს. მაგალითად ახლა ტივტივაზე გააკეთო და ჩააგდოთ, სადაც წყალი დგას, არ ამგონია რომ ვიღაცას დაინტერესოს თქვენი სალა. მეორე რიგში დამიჭერია ამაზე ქარშავი. ქარშავსაც უყვარს, მაგრამ გავიმეორებ, ისევ გჭირდება დინება. კიდე რისი დამატება შემიძლია იმისა, რომ ეგ სალა იყიდება ჩვენთან თითქმის მთელი სეზონი, უფრო ბეკონია. მაგალითად აქ არის 180 გრამი, ღირს 360. 100 გრამი თავისუფლად გეყობა ორ თევზაობაზე. პრინციპში რაც შეეხება ამ სატყუარას, ყველაფერი გითხარით. იმედია ჩემი ინფორმაცია იყოს სასარგებლო და თუ მოგეწონათ ეგ ვიდეო დაეჭერთ like, subscribe და რა თქმა უნდა დატოვეთ თქვენი კომენტარები, რისი ნახვა გინდათ შემდეგ ვიდეოში, რა კითხვები გაქვთ და მე ვეცდები შევაგროვო კვირის ბოლოს ახალი ინფორმაცია და გავაკეთო ახალი საინტერესო ვიდეო თქვენთვის. თქვენთან იყო არხი Microeasy Hands. გისურვებთ წარმატებას და ახალ შეხვედრამდე თევზაობაზე. კარგად მეგობრებო.